განვიხილოთ რისთვის გამოიყენება სხვადასხვა პრეპარატები. ეს განვიხილოთ კარდიომაგნილს. კარდიომაგნილი გახლავთ ანტითრომბოზული შედეგების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას და მაგნიუმის ჰიდროქსიდს. ჩვენება გახლავთ თრომბოზები, ემბოლიები, მიოკარდიუმის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, აკიკი, ისემიური ინსულტი, ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები და რა თქმა უნდა სისხლძარღვებზე ჩატარებული ოპერაციების დროს და შემდგომ ანუ რეაბილიტაციის პერიოდშიც. უკუნაჩვენები გახლავთ იმ შემთხვევაში, თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ, მაგალითად, ტვინში სისხლშექცევა, ან გქონდათ კუჭაწყალვის ტრაქტიდან შინაგანი სისხლდენა. ასევე უკუნაჩვენებია იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ჰემოფილია და მიდრეკილება სისხლდენებისკენ, თუ გაქვთ ბრონქული ასთმა, ალერგიები, კუჭაწყალვის ტრაქტის ეროზიულ-წყლოვანი დაავადებები. ასევე უკუნაჩვენები გახლავთ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. მეგობრებო, არ დაგაუწყეთ, რომ ეს არის ზედაპირული ინფორმაცია და არც ერთი პრეპარატის მიღება თვითნებურად არ არის რეკომენდებული ექიმთან კონსულტაციის გარეშე. აუცილებლად დამიწერეთ, რომელი პრეპარატი გინდათ რომ განვიხილოთ შემდეგ ვიდეოში, არ დაგაუწყდეთ ვიდეოს და ლაიქება და ჩემი არხის გამოწერა მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის. დროებით.